სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც იმედი ჟურნალისტი ეკითხება საიას ხელმძღვანელს, რამდენი სქესი არსებობს, ის კი ვერ პასუხობს. ასევე პოსტივის ჟურნალისტი ეკითხება გახარიას წარმომადგენელს, რამდენი სქესი არსებობს და ის საერთოდ ისტერიკაში ვარდება. ასევე პრემიერ-მინისტრი ეკითხება ევროპა წართმეულთა ერთ-ერთ ტელევიზიის წარმომადგენელს და იგივე შეკითხვას, რამდენი სქესი არსებობს და ისიც ვერ პასუხობს. აშკარაა, რომ ევროპა წართმეულები ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. პატრონმა თქვა აბსოლუტურად განსხვავებული აზრი, რომ სამყაროში არსებობს ორი სქესი, მამაკაცი და დედაკაცი. მაგრამ, ჩემო ძვირფასებო, არსებულ მდგომარეობას შევხედოთ სხვა თვალით. ბოლო 12 წელიწადი. განა ქართული ოცნება იგივეს არ გიმტკიცებდა? მაგრამ ქართული ოცნების წარმომადგენელთა მხრიდან ევროპა წართმეულების მისამართით ამ კითხვის დასმა მეტყველებს რაზე? რომ ჩვენი ბატონ პატრონის გამონათქვამი უფრო მალე ავითვისეთ, უფრო ჭკვიანები და სხარტები ვართო. ასევე დარწმუნებულები არიან, რომ მისი მხარდამჭერები, ანუ ოცნების ამომრჩეველი, ამას პლუსად ჩაუთვლის. არადა, ჩემო ქართველებო, ღირსება აუცილებელია ადამიანისთვის. ღირსება. დაგლოცავთ ოცნებისტებო, რომ ღირსებით გვაცხოვროს უფალმა. მეც და თქვენც.